10 წუთს და 12 წუთს ილიასთან გაატარებ, მაგის ფონზე 60 წლის პაპაჩემის პარალელური კლასელი დასტინ პორიე არის ბევრად გიადვილდება მე. UFC-ს რაც ქონდა ეს ბოლო პერიოდი ჩავარდნა რომ ცოტა დროს აღარ ხარჯავდნენ რაღაცა სარეკლამო ვიდეოებზე და ისე შემდეგ. ჩემი აზრით პორიეს დამშვიდობების ნაწილი ძალიან კარგად შეფუთეს იქ. მანქანით ეჯახებოდა ჯერ, გადარჩა, გადმოხდა ეს ბეარნაკელის ტიპი, როსა თუ რაღაცა ქვია, ხმალი ამოიღო და კლავდა და საავადმყოფოში წევს. ილიას ბავშვის ცეკვა ნახე. ორ რასასაცილოდ ცეკვავს ბიჭო რაღაცა კომბინაციას ათამაშებენ და ბოლოს ილია უგორებს ჰუგოს და ჰუგო ურტყავს იტანს და იმას აკეთებს. ამ ცეკვას გრიზმანი შვება და ვინ აკეთებს? არა, რა ვერ ვიზავებ მე მაგას. არა, ის არის რა ქვია ბიჭო იმ თამაშს? Fortnite-ის ცეკვას აკეთებს. ისე სასაცილოდ ილია ყდება სიცილ დრაივართება ესე აი სულთან ყდება სიცილის მართლა მაგრად აკეთებს. ესე იგი სალამი ისე მეგობრებო ჩვენ წეგან ჩამოვთვალეთ ყველა სახელი, მაგრამ ახლა ისე სალამი სევდანარევი დილა ქონდა თან რაღაცა კაი ბრძოლები როგორც აკიმ თქვა ერთი კარგი ბრძოლა და დანარჩენი საინტერესო ხო ასე შეფასებით ასევე უცებ მადლობას მოგახსენებთ ჩვენთან ერთად ყოფნისთვის ესე გვიან მადლობა ფორდილერს რომ გეხმარება იმისთვის რომ ეხლა ჩავერთო თქვენთან და გაგიზიაროთ ჩვენი ემოციები იმიტომ რომ ჩემთვის კარგი პირადად ძალიან ემოციური დილა გამოვიდა იმიტომ რომ ფრენკ სინატრას My Ways ვერ ვიგდებ დილიდან თავიდან სხვათა შორის ეს UFC-ს რაც ქონდა ეს ბოლო პერიოდი ჩავარდნა რომ ცოტა დროს აღარ ხარჯავდნენ რაღაცა სარეკლამო ვიდეოებზე და ისე შემდეგ ჩემი აზრით პორიეს დამშვიდობების ნაწილი ძალიან კარგად შეფუთეს იქ ლილ ვეინიც გამოყვა თავიდან მე ეს My Way და ზოგადად ძალიან ისე ცევდიანი გამოვიდა და მთელი ამბავი ეგ იყო და მე მაგაზე ვკამათობდი და ბევრი არ მეთანხმებოდა რომ მაჯორს მეც არ არის კარგი ეგ რომ ბოლო ჭუბია და მე ხა ყველაფერს ვიზავ და რაც იქნება არ არის იმიტომ რომ სპორტსმენებს ბევრად ეზიზღებად წაგება ვიდრე უყვართ მოგება ნებისმიერ წარმატებულ სპორტსმენს დაუსვიეკ შეკითხვა და გეტყვის რომ წაგება უფრო მეზიზღება ვიდრე მოგება მიყვარსო და მაგის თავში ეხა იყო რომ თავარია რომ ცუდად არ გავითიშო ეგ გამოჩნდა იქ ბოლო მომენტში და ეს ყველაფერი ხა მე რასაც ვამბობ მაგას ხელი მოაწერა როცა მაგ სოლოვიმ მოგებულ ჭუბზე მივიდა და დასტინ პორიეს აჩუქა რაღაცა შანსი მოდი დავდგეთ და დავცვლები რა ქვია დარტყმები გავცვალოთო და ზუსტად მანდ გამოჩნდა რომ კლინჩი ხო ანუ აი არა კლინჩი ჩაერთო მე თქვა კიდე პრეს კონფერენციაზე რომ ბოლო მომენტზე რას ვიქრობდიო და პორიემ თქვა თვითონ რომ თავიდან ველოდებოდიო თუ დააკვირდითო ყოველ წამს იმაშვებოდიო საათს უყურებდიო იმიტომ რომ ველოდებოდიო სტენდენბენგი როდის გვექნებოდაო და როცა დავიწყეთო იმდენად ძლიერები მომარტყაო რომ არა ჯობია ჭიდაობას დაუბრუნდა ჯიგარი არა ეხა არ შეფუთა პირდაპირ რაც იყო ეგრე თქვა ხო მაგრამ ჩემი აზრით ზოგადად დასასრულ აი თვითონ პორიეს ხასიათით რო ავიღოთ სპორტის გათვალისწინებით რო ავიღოთ ჩემი აზრით გასაცილებელი ჭუბიც ესეთი უნდა ყოფილიყო უშუალოდ პორიეს ის რო ვიღაცა მარტივთან ეჭუბა გაეთიშა არ იქნებოდა ის დასასრული ეს რაღაც ისეთი იყო რა როგორი კარიერაც ჰქონდა რეალურად სუახლო იყო სუ დაძაბულობაში იყო მაგრამ რაღაც არ ნებდებოდა და ბოლომდე იბრძოდა და ეს მოუხდა რა მე ეს კარგად ლუიზიანაში ბოლო ივენთი თან რაღაცნაირად ეს პორიეს მიმართ არა გიორგი მან დანდობა არ არსებობს რა და კლავდა კაცს არა სტრაფად რა სამი და ეგ ხონდა დამუშავებული რომ აი ამ სამს ჩაუსმეო და მაქსი ჩაუსვა კიდეც გადაიქცა ლეგიტიმურ 70 კილოგრამის მებრძოლად ადრე თუ ყოველთვის წინა ჭუბი რო ნახოთ სუსტი ტიპი იყო მაქსი და დასტინი იყო ძლიერი ეხა უკვე ტონაჟიც მომატებული აქვს
მახაჩევმა ვერ დააგდო ის დარტყმებით და აგერ ამან რამდენჯერ დააგდო ხო და ის იყო უკვე აღარ არის რა ის ტიპი რომელიც featherweight-ია და ვერ იკლებს კი არა სხვა შორის პორია და იმას შედარებაში ვერ იტყოდი რომ პორიე რამითი მასითაც კარგად იყო კი ხოლმე კარგად იყო კი ბატონო ხო და ძალიან საინტერესო რაღაცები თვითონ ჩხუბზე ვისაუბროთ ახლა ზოგადად მე რაც ყველაზე ძალიან გამიკვირდა რა საგრძნობლად სწრაფი იყო მაქსი გაცვლებში მოძრაობაში გადაადგილებაში ეს იმას შეგვიძლია დავაბრალოთ რომ მაქსი არის რაღაცა სასწავლო გადასწრებულ ფორმაში თუ დასტინს მაინც ასაკი დაეთყო და ცოტა შენელებული იყო რთულია ამის თქვა მაგრამ უფრო სწრაფი იყო რა აი რასაც ქვია ასწრებდა აი ისევ მომენტს რომ დაუბრუნდეთ მეხუთე რაუნდის ბოლო წუთს ახლა წარმოვიდგინე ლამის 25 წუთი იჩხუბეს აი მომენტში იმ სამს რასი სწრაფით ურტყავს აი უბრალოდ რომ დააკვირდები მათ ჩანს რომ სისტრაფე ზოგადად კაი ტონუსში არის მაქსი და ეტყობა ეს ყველაფერი რომ ის კარგად შეირგო ეტყობა ეს წონის მომატება და კარგად აი სწორი კომენტარი დაგვიწერეს ახლა ის ქიქებს ტრიალშიც რა სწრაფად ურტყავდა და რა ხშირად კი ბატონო ეს დინამიურობა ახლა პორიეც არ იყო თავის თავად იმ სისტრაფის და იმ რაღაც კარიერულ პიკში სადაც საუკეთესო პერფორმანსი ჰქონდა უბრალოდ ის აშკარად ხოლმე აშკარად უკეთესი იყო ფორმით გულისხმობს რომ უკეთეს ტონუსში იყო კი მაგდენის შეცდომა დაშვებული ის კონდა ახლა იქ რო გადარჩა მან ზუსტად თავისი თავი აჩვენა ხო და გასაგები იყო რომ ეგ მან დამნებებელი არ იყო მაგრამ ტექნიკურადაც ტაქტიკურადაც სისწრაფითაც და ძალითაც არ იყო რა ანუ არ სერიოზული კონკურენტი თითქმის ვერ ვიხსენებ რა ვიცი ეგეთ ცუდ პორიეს ცუდი შეიძლება გადამეტებული სიტყვაა მაგრამ ნუ არ ვიცი ხა სხვა რა და ხო როგორ შეეფერება კარიერას რაღაცა ბოლო ჩხუბს აი პორიას კიდე სადეთყვებოდა იცი რომ ის პორია არ იყო რაც ზოგადად ახასიათებს რომ იყო აი ნოკდაუნში რო გაუშვა მაქს აი სკოლის ინსტინქტი და ისევ იმ გილიოტინას ხო ჩაეკიდა კიდევ და ის პორიას აი ცოტა ის ძაღლური რამდენიმე მომენტში გამოვავლინა რომ 1-2 აი მეოთხე რაუნდის ბოლო იყო თუ არ ვცდები რაღაცა გაარტყა მძიმედ გაბრაზდა და ეს როგორც იცის ხოლმე რომ წინ მიდის და გიჟივით ხელებს იქნევს გამოაჩინა მაგრამ პრაგმატული ჩხუბი ქონდა რა ოღონ არ გათიშული იყო კაი გაცილების საბოლოოდ ეგრე გამოვიდა რომ კაი იჩეხავეს შვენივრად გააცილებით მაქსი უფრო რო შეგეხედა ეხლა მაქსი ნაცემ შემოგვიდა ნაცემი იყო მაქსი ანუ ისე წავიდა რა არც სასწრაფო დაჭირდა არც ამოწყოფოში წავიდა არც ამ მოუტეხია არაფერი არ მოხდა რა იჩხუბა კარგად გააცილეს და წავიდა და ამ ორთაბრძოლამ ჩვენზე უიმე ის ნავსი არ გატყდა ილიას ზრდის ბიჭო ილიას და რო იჩხუბებ 10 წუთს და 12 წუთს რო ილიასთან გაატარებ მაგის ფონზე 60 წლის პაპაჩემის პარალელური კლასელი დასტინ პორიე არის ბევრად გიადვილდება მე მოდი რახან გადავიდეთ ის ჩამოვთვალეთ წინა გადაცემაზე ყველა ილიას მეტოქემ UFC-ში ილიასთან ჩხუბის მერე თავისი ჩხუბი მოიგო. ეგ დამთხევა აღარ არის რა. ილიას ამ ჩხუბი აქვს UFC-ში 8 ხო? ხო, წარმოიდგინე. ყველა მოიგო თავის შემდეგი ჩხუბი და მაქსი იყო დარჩენილი და მაქსმაც. მოდი ხა ისე ილიასთან ზოგადად ამ ბრძოლამ რა გვაჩვენას დიდი პერსპექტივით ის ნახოთ. ერთადერთი პორიაზე იმით დავამთავროთ, რომ ის ფრაზა ცოტა შაბლონური გახდა ბოლო პერიოდში, მაგრამ ეს ბრილიანს რო არ ჭირდება ოქრო რო ირწყინოს, აი ეგ არის პორია, ანუ ძალიან იშვიათი არის მებრძოლი, რომელიც რაღაცა ლეგიტიმაციის undisputed ჩემპიონის გახდომის გარეშე ისე შეგაყვარებს თავს, რომ ხა ჩემთვის მაინც ილია შემდეგ საუკეთესო lightweight-ი არის პირადად. არ გულისხმობ რომ საუკეთესო მებრძოლია, მაგრამ პერსონაჟი საუკეთესო მებრძოლი. ილიას ოპონენტი ჰოლოვეი როგორ ფორმაში იყო და აქეთ წარმოიდგინე ხა მახაჩევმა პორიესთან როგორ იჩეხავა. პორიეს რა დამაჯერებლად მოუგო ჰოლოვეიმ ნებისმიერ გაცვლებში. მე მგონია რომ ჰოლოვეი მახაჩევიც ბევრად უფრო დაძაბული იქნებოდა და
ისევ დონეებს რომ დაუბრუნდეთ, აი მახაჩევი, ილია, კიდევ ერთი არგუმენტია ეს პორიე ჰოლოვეის დაპირისპირება, რომ იმაზე უფრო არ იქნებოდა ეგეთი ახლო, როგორც ხალხს გონია. კი ბატონო, დენას სკლეროზი რატო აქ ეს მაგასო მარტო ერთადერთი კაცია მაგ ჰოლოვე, ვინც ამაზე შუაში დგება და ჩხუბს იწყებსო და რატო დავიწყდათ რომ ილიამ აი ეს ორი ხელით რო აჩვენა და რაღაცები რო აკეთა მე ვითომ რაღაცები რო აკეთა. გმნერები მომეშალა მაგაზე რაღაცა არც არავინ შეუსწორა თან იმ რა ქვია მედია ჯგუფიდან და ცოტა გაუბრაზდი მაგაზე და ერთი სიტყვით ძალიან იცი რაზე არ მქონდა ნაფიქრი რომ მაქსი საჩემპიონო კონტენდერებში რა რაღაც ჩაჩოჩებული მყავდა თავში რა დროს მაქსია და ეხა დავფიქრი და ეს უბრალოდ ილიასთან მარცხმა იმის აი როგორი რაღაც სიტუაცია გამოვიდა იცი ბიჭო გეიჯი პიმბლეტი და თუ გეიჯს ეკუთვნის ხო გეიჯი პიმბლეტი და რა ქვია ცარუკიანი ხო არიან ეხა გეიჯზე უგნები რომ შენ ბიჭი არ გაგტიშე ხო გაგტიშე მაქსმა ხო გაგტიშე და მე ფიზიოს მოუგე და მე კიდე დასტინ პორიეს მოუგე თავისი რა ქვია ბოლო ჩხუბი პიმბლეტს ეუბნები რა პიმბლეტი კაცო მაქსი ვარ ჰოლოვეი და აგერ პორიე მყავს დამარცხებული და შვენიერი ისა მაგ BMF-ის ჩემპიონი ვარ და ცარუკიას ეუბნები კიდე 2 წელია ვაფშე ნაჩხუბარი არ გაქვს არსად და მე კიდე აგერ აქტიური ვარ და ჩხუბობ და დენავაითმაც მაგას გაუსვა ხაზი რომ ესა რა ქვია ეხაო მაქსი ისეთ პოზიციაშიაო რომ არაფერს არ გამოურცხავ რომ უბრალოდ ილიასთვის რა თქმა უნდა რემაჩი ადამიანისთვის ვისაც მოგებული აქვს ანუ ეგ არ არის მით უმეტეს ხო ანუ მე არ მინდა ეხა იმ მაქსის და ილიას ჭურ რა თქმა უნდა BMF ხამარი რა BMF რეალურად მაგ BMF-ს ხო აგერ ილია ხუმრობს რომ ჩემი ხამარიაო ისედაც ხოლოვეის ხო კითხეს ანუ შენი ხამარიო წესით და შეიძლება მოეგო მაგრამ ხო არ მიცესო და რაღაცა ყიდულობს რაღაცა სისულელეებს ამბობს ხო ეგ მაშინ ხუმრებოდა თორე აგერ რომ მოიგო lightweight-ის ხამარი ის BMF-ი ხო არ გაუკეთებია კაცო ერთი featherweight-ის ხამარი ეკეთა და lightweight-ის სუფეხებზე ბოდიში და ეკი და ეგ BMF-ი უბრალოდ მაქსუსს მიდა ნერვებს. ნახე, ჰოლოვეი ერთადერთი იმის გამო არ უნდა აჩხუბონ და ერთადერთი მიზეზი ის გამოც ალბათ არ იქნება ილიასთან შემდეგ ორ ბრძოლაში არის რომ უბრალოდ ილიასთან უკვე ისტორია აქვს და ნაჩხუბარი აქვს თორე გეიჯის თვითონ მოუგო და გათიშა, რავი, გათიშვამდე ძალიან მძიმე დააზიანა და ის ხო არ იყო ბოლო წუთას აქეთ გაეთიშა შემთხვევით გადაუარა პედის ვაძლევთ იმიტომ რომ ის მოუგო იმას რა ქვია ჩენდლერს ისი საბოლოოდ როგორ ლაგდება ეგ ყველაფერი ილია მაქსი მართლა არ მინდა მართლა არ მინდა რაღაცნაირად გონია რომ გეიჯი მეთქი ცარუკიანი პიმბლეტი იქნება ყველაზე კარგი ტაიტლ ხო უბრალოდ მე არ მგონია რომ იცენ ეგ რა ხო უბრალოდ ყველაზე სწორი იქნება რა მართლა ყველაზე სწორი იქნება ილია წელს გონია რომ ილია წელს იჩხუბებს მე არ მგონია რომ წელს იჩხუბებს მე მგონია იანვარში იჩხუბებს ხო ნუ წლის 26-ში მგონია 26-ის დასაწყისში იმიტომ რომ ისეაც წლის პირველი pay-per-view-ც ისეთია ხოლმე უფრო ფართო მასშტაბიანი ყოველთვის და თან ძალიან არია რა რაღაცა თავში დაალაგებული მქონდა ეხა 70 კილოგრამში როგორ იყო ეს სამი იყო რა რა ქვია გეიჯი ცარუკიანი და პიმბლეტი და ან ერთმანეთთან იჩხუბებდა ამ სამიდან ორი და მოგებული წავიდოდა კამარზე ან თქვა პირდაპირ ცარუკიანს ჩაენიშნებოდა მაგრამ ეხა მაქსის ესეთმა ეფექტურმა მოგებამ აშკარად თავისი განაცხადიც გააკეთა მაგრამ რეალურად ჰარდკორ ფანებისთვის და რეალურად იმ ხალხისთვის რომელსაც სურს რომ რეალური სურათი დაიხატოს 70 კილოგრამში ცარუკიანი ილია არის ჩასანიშნი რეალურად ხო იმიტომ რომ კი ჩვენ შეგვიძლია მანიპულიროთ იმ თემით რომ 2 წელიაზმა ვარ გიჩხუბია წადი ვინმეს მოუგე და მე მეჩხუბე მაგრამ რეალურად ხო ვიცით ახლა რომ კაი ხო გადავაყოლეთ ის რაღაცა წელის ტკივილი თუ რაღაცა ნუ რა ქნას კაცმა ხო ჩამოვიდა და დაიკლო წონა ბოდიში მოიხადა და რას იზავს ახლა არა მე მან უფრო მეტად რა მაწუხებს იცი რომ განაიშრო ცარუკიანის რაღაცა ადვოკატი ვარ და ცარუკიანის უფლებებს ვიცა უბრალოდ ეს შეიძლება ვიღაცაებმა მერე გამოიხო ზოგადად ამილიაზე რაღაცა თითა გამოწვეულ მიზეზებს იგონებენ არ ვიცი ზოგ ლოგიკაში რო არ ჯდება ისეთ რაღაცებს ემსჯელობენ და იტყვიან მე რომ აი ცარუკიან დენა ცარუკიან აი პირდაპირ თქვა არ მივცემ ხო და აი არ არისო შემდეგი ეგ თქვა
კარგი, მაშინ სამი ხო იყვნენ. გეიჯი სარუკიანი და პედი ხო არიან. მიუსვან ძმა მეოთხე მაქსი, დააწყვილონ. და ხო რა, ვინმე ანუ რაღაცა სარუკი, სხვათა შორის სარუკიანი ჰოლოვეი იქნება ძალიან საინტერესო. ოკეი. და აი თუ ჰოლოვეის უბრალოდ ამ ტეიქდაუნებისგან დაცვას რამდენად გაარღვევს სარუკიანი, ეგ თავარი კითხვა იქნება. ფეზეროიჩი სასწაული შედეგები ჰქონდა ტეიქდაუნის დაცვებისგან. იმასე უკვე არა, მაგარი არის. მაგარი ჩხუბი იქნება და მე მგონია რომ ჰოლოვეის მოგების მეტი გზა უფრო მეტად აქვს ვიდრე ცარუკიანს, იმიტომ რომ ცარუკიანს უფრო ცალხაზოვნათაა გამარჯვების. დატოვა ეგ ჩხუბი აუცილებლად მოუგებს. აუცილებლად კი. ანუ იმის ცარუკიანის ეს რაღაცა ბჭყალებში MMA-შნიკური სტრაიკინგთან შედარებით მაქს ლეგიტიმური კრივის სკილები აქვს, შეუძლია კომბინაციის გადაყრა, შეუძლია აცილება და რაღაც და ეს ეხა ძალიან ფიზიკური სპორტსმენი არის, ცარუკიანი არის, აი ცარელა კუნთი, რასაც ქვია, არა, მე დგომში ვამბობ რა, თორე როგორც მოჭიდავე, უნიჭიერესი მოჭიდავეა და მისი სადებიუტო შეხვედრა ისლამ მახაჩევთან ამაზე მეტყველებს სასწაულად, ძალიან მაგარი ჩხუბი იყო. უბრალოდ ფაქტორი მან რა იქნება, იცი რომ გამროტმა თავისი სივრცე იპოვა სტრაიკინგში ცარუკიანთან და სადაც გამროტი ამ კომფორტ შეიქმნის გამროტთან რო დგომში პრობლემები ხო, იქ ჰოლოვეი ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეგეძლოს, მით უმეტეს ამ ჰოლოვეი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მებრძოლი არის UFC-ს როსტერში დღეს. მით უმეტეს ეხა აქ პოტენციალი. მე მაინც გულის სიღრმეში მჯერა რომ ილიასთან ჩხუბი არ უნდა მაგას, მაგრამ ეხა ხო არ ვიტყვის არ უნდაო. ხო, მაგრამ იზახის გიჟივით. ხო, უნდა ეხა იმიტომ რომ რაღაცა რევანშისტული განწყობები აქვს და თან დიდი ფულის ჩხუბი არის. დიდი ფულია კი. ეს აქეთკენ lightweight-ის კამარი, იქით BMF-ის კამარი, რემატჩი უბრალოდ არა მე რა ვიცი ხა ილიასთვის აი არაფრის მომწემი მე გავადრო და დავიწყებ ილიას ისტორიის კითხვას და მან დაამარცხა ვოლკანოვსკი მე დაამარცხა ჰოლოვეი პირველად გათიშა შემდეგ ოლივეირა გათიშა და მოიცადე მე კიდე ჰოლოვეი გათიშა აი რაღაცა მაგნაწილს გადაუფურცლავთ ხო იცი აი წიგნში რომ უინტერესო მონაკვეთია და რაღაც არ ჩაგიტრებს და უცბად რომ რაღაც ან კინოში რომ გადაახვევ აი ეგრე გადავახვევთ მაგ მონაკვეთს რა იმიტომ რომ არ ვარ მოგებული კაცისთვის რემატჩი არის არაფრის მომცემი თუ რა თქმა უნდა რაღაცა split decision-ით არ გაქვს მოსაგები ანუ თუ ისევ რაღაცა არ გაქვს დასამტკიცებელი და რა ვიცი დაარტყა ყვაში და დააგდო დააძინა და რა ვიცი რა უნდა კონდეს ახლა მეტი დასამტკიცებელი ხო ეგ არის წინარე ისტორია რომ არ კონდეს აუცილებლად შემდეგივე იქნებოდა ჰოლოვეი ილია აი აუცილებლად რო არ ყოფილიყო ის რომ ფედეროიჩი ამ ადამიანებს ნაჭობარი აქვს ერთმანეთი კი პეტრე მეც გულახდილად ვამბობ ყველაფერს რო თავი გავანებოთ და სპორტულად შევხედოთ ამ ყველაფერს გასაგებია რომ გამროთან წააგო უბრალოდ მაინც გულახდილად ეხლა რომ ჩვენ გვინდა ვიცოდეთ ვინ არის საუკეთესო მებრძოლი 70 კილოგრამში ეს არის არმან ცარუკიანი უბრალოდ აი ის მოსაზრება რომ თვითონ ილია იმსახურებს იმას რომ ის კონტენდერი რომელიც შეხვდება მას იყოს მზად და ღირსი ბიჭო 2 წელი პაუზა ძალიან რთული რაღაც ძალიან დიდი არის და პრობლემატური რამეა და მით უმეტეს ახლა არმანცარუკიანი გამოცდილი მებრძოლი არის აი ესავე GSP რო წავიდა და დაბრუნდა ის GSP-ა და 80 ჭუბი მით უმეტეს GSP-ს რაღაც თავისებური დისციპლინა აქვს და ცარუკიანი არის მილიონერი და შეუძლია რაღაცა დოზით ისე მოდუნდეს რომ პრობლემა არ შეიტყვი ვერც იტყვი რომ არ ეკუთვნისო ეკუთვნის უბრალოდ უკეთესი იქნება ჩემი აზრით მისთვისაც რომ ერთი ჭუბი იჭუბოს იმიტომ რომ რეალურად ახლა ცარუკიანის გუნდიდან ის სტრატეგიული ახსნები რომ აი თქვა როგორ დაამარცხებენ ისეთ რაღაცებს იცი დღეს უსმედი და ლეგკო პაბიოთ ტოპურიო და რაღაცა ჭიდაობის რაღაც იმებს ყვებოდა მოკლედ აი რაღაცა დომინაციას ჩაუტარებთო ანუ აი გეხვეწები ანუ გამროტი
ილიაზე ბევრად მაგარი მოჭიდავია, თუ რა სიგიჟე არის. გამროტი კარგი მოჭიდავია, მაგრამ რა ვიცი, აგერ გურამ ქუთათელაძე სადებიუტო ორთაბრძოლაში 10-ია ეგ გამროტი და გურამი ჯერ ერთ ილიას კემპში არის და ილია კიდე გურამზე უკეთესი მოჭიდავია, ბევრად დარწმუნებული ვარ, რომ გურამს არ ეწყინება ეგ გურამა კიკბოქსინგი კარატით და მუიტაით დაიწყო და ილია არის ტატამზე გაზრდილი და თან მაგას ხო ვამბობ და როგორც კი ამხელა ფსიქოლოგიური დარტყმა იქნება რომ დაიწყებს ჭიდაობას და ილია რომ ამაზე უპასუხებს და მერევსო იცი რომ უნდა ეჩხუბო მეხზე ბოლოთ იარაღი რომ იმას რა ქვია მაგას რომ არ მინდა რუსული სიტუაცია რომ ვიხმარო რომ გაგიჭედავს იარაღი ერთი ტყვია რომ გაქვს და რომ გაგიჭედავს ტყვია ეგეთი შეგრძნება იქნება რა რომ ვაიმე თურმე ჭიდაობით არ გამოდის ეს ამბავი და ეხა მიწევს რომ ილიასთან მე ვიდგე და ვიბოქსაო ის რაღაც აქს კიკები და რაღაც აქს კიკი მაგ აქს კიკს შარფივით შემოახვევს კისერზე მაგ აქს კიკს ხო და ხო მოკლედ რაღაცეები აირია მე იდეალური იქნება რომ დროზე იჭხუბოს სხვათა შორის მაქსიმაც ეგეც არ არის პატარა ბიჭი და სანამ ეხა ტაში ტუში წავიდეს ეხა მოინელოს ეს თავისი იარები ეგრე მომენტალურად დაბრუნდეს ჯიმში ჩაინიშნოს ჭხუბი და საკუთარი თავიდან მაქსიმუმი ამოიღოს რა იმიტომ რომ ეხა წელიწადი და 2 წელიწადი არა აქვს მაქს დაეტყობა 2 წელი უკვე მაქს დაეტყობა იმიტომ რომ ბიჭო თან ზიანს იღებს მაქსი ყველა ჯგუფში იღებს სერიოზულ ზიანს და მაგზიანმა იცის მე ერთიანად ყველაფერი და მე უცბად ვაიმე ისეთი რეფლექსები აღარ გაკეთებ უცებ უჭდა აი ტონი ფერგუსონი აი უსინდისო ვიყო პორიესას თუ ეგ არ ქონოდა არის ხო რა ანუ ჭუბი რა არის ჭუბის დროს არავინ არაფერს არ ფიქრობს ჭუბის დროს შენ რაც მომზადებული გაქვს და შენი კუნთის მახსოვრობა რაც არის და კი შენ სტრატეგიულადაც რა თქმა უნდა ფიქრობ მაგრამ ის სტრატეგია რეალურად შენი ინსტინქტებში არის გამჯდარი და მაქედან გამომდინარე არის ეგ სტრატეგია თორე იმას კი არ ფიქრობ ეხლა მე ავიღებ მარჯვენა ხელს და მოვიქნებ აქედან იქ მაგას ხო არ ფიქრობ ხო და ეგ როცა ქვეითდება და ეგ მაგის ისრაფ როცა ქვემოთ ჩამოდის, შო დამთავრებულია ეგ მებრძოლი. ამიტომ დროზე უნდა ქნას პირველ რიგში ცარუკიანმა ვიღაც გავიდა მართლა დაბერდა კაცი 2 წელია არაფერი არ უნდა აიღოს დროზე ვიღაცა რომ აღარაც ხო რა შო ვისაც დაურეკავენ უარი აი გამროძე რატო თქვა უარი აი გამროძე ხო იცი უარი თქვა ცარუკიანმა ან დაურეკეს შესთავაზეს კამერაში და მithumetas და წაგებული გაქვს ხო მიდი ეჩხობა მოგიგო და რატო არ გინდა პირიქით არ უნდა და გამროტი ძმაო საჩემპიონო ბოლაში კაი ხანი ვერ იქნება და ეგეთ ტიპს აქვს შენთვის მოგებული ეგ რას ნიშნავს რომ ხალხს სათქმელი აქვს რომ გამროტი თუ გიგებს რაილია თოფურია და ჰოლუვეი აგიტყდაო და შვენიერი შანსი ქონდა რომ გამროტთან ჩაენიშნათ ჭუბი მოეგო და ისე დომინაციურ სტილში მოეგო და ისე წასულიყო რა გაეგზელებინა მე საჩემპიონო ორთაბრძოლები ორიებად ჯობდა მაქს ყოველთვის მაგრამ მეც ყინა ყოველთვის არ ვიცი ხა გუში რო არ ჯობდა ეგ ზუსტად ვიცი და ხო მანამდე კი მოუგო 7 წელი უბრალოდ იჭხუბი 7 წლის წინ იყო ხო ნუ რა ვიცი ხა 3 ჭუბიდან 2 მოუგო და შეიძლება რომ თავისუფლად თქვა ეხა ნუ მაქსი კარგად იყო მომზადებული მადლობა გიორგი იტალიიდან გვიყურებს მადლობა ხო გურულზე და ზოგადად კრივს საფალოზე 1-2 სიტყვა მოგვიწევს აი ისე თოფურიების ხაზით რო გავყვეთ აი რამდენად მაგრები არიან თოფურიები მაგის ერთ-ერთი აი ჩვენ ხო წინა გადაცემაში ვილაპარაკეთ რამდენად მაღალი fight IQ აქვს ალექსანდრე იყო გურულის კუთხეში და აქედან აძლევდა გურულს რაღაცა მითითებს ჯერ ერთი გურულს ჩვენგან ძალიან დიდი მილოცვა უმაგრესი გამარჯვება ძალიან თავდაჯერებული იყო ეს ბრძოლაშიც აისახა სკამზე დანებდა ტიპი წარმოიდგინე ეგ არის ყველაზე დიდი დეკლასიფიკაცია გაუკეთა ადამიანს ფახიდუ ქვია მაგას მაგრამ ნუ შეიძლება იმათ ისე ვერ დავინახე პენკონი პირსახოცი არ გადმოუგდია ხო მეც просто არ ადგა ხო და ეგ ნუ კუთხიდანვე იყო უკანა კენწლა გადაუარა არა და პირველი რაუნდი ისეთი იყო რომ ცოტა ისე იყო ფრთხილად გურულის და ტაქტიკური მე რომ მიხვდა აუ ისეთები ტაშივით აი სასწაული გაუკეთა ნუ ძალიან დიდი პერსპექტივები აქვს თავის და ლაშას უკვე გამოჩნდა რომ ლაშას სწორ მენეჯმენტ ჯგუფთან აქვს დაკავშირებული იმიტომ რომ ეხლა დუბუა
უსიკის ქარზე ნაციონალურ სტადიონზე დასაწყისი მე რა რო ქარდის დასაწყისი პრელი მიიღო უკვე ამ დიდი ივენთის ნაწილი იყო ლაშა და ნელ-ნელა გააგრძელოს და სადღაც მე-7 მე-8 ჭუბამდე რომ მივა უკვე ეგეთი ქარდის დასაწყისში კი არა ბოლოსკენ იქნება ხოლმე სხვა ვარსკვლავებთან ერთად და ეს პროფესიონალურ კრივში ქონდა ეს ჩვენ ზოგადად დეფიციტი და ეგ ქართველი უკვე ლაშასთან დიდი ძალიან მომეწონა პაულო კოსტა აი ძალიან გამოვიდა და ვინტაჟური საკუთარი თავი ელოდი მე საერთოდ არის secret juice არ ესეთ ფორმაში კარგა ხანი არის რობანოვსკი იყო ერთი უკრაინელი მწვრთნელი მაგას ჰქონდა ესეც იჯდა სკამზე და ზუსტად ესე twitching-ს რასაც ეძახიან რა გამოვიდა და დარწმუნებული ვარ რომ კოპილოვს ყველან ეკნი მოტეხა რა სიმძიმე ფეხს როგორ ურტყავს თან ეს კოპილოვიც ხო ურტყავს ამ ფეხს ვიცი და ის არ იმჩნევდა და აქ თან რა იცი მაინც აი რანაირი ტიპი იყო აი თქვა უსიკის და დუბუას ჭუბის მე ამათი ხელისქნების ყურება ხო საშინელება იყო აი მართლა საშინელება იყო და როგორ ქონო აი მიუხედ ერთადერთი მიზეზი რატომაც კოპილოვს ეგრე წავიდა იმიტომ რომ ძალა არ ქონდა რა ტექნიკურად სწრაფი იყო ტექნიკურად ფეხსტრაფად ურტყავდა მაგრამ ჯებიც მშვენიერი ქონდა მაგრამ ეს ზიანს აყენებდა ძლიერად ურტყავდა კოსტა და კოპილოვის აი რაღაც pepper jets როზახიან ეგრე რომ აი ამ ორ მებრძოლებს შორის სადღაც 2 წონის დივიზიონს შორის ხოვობა იყო აი რაღაცა პატარა ის რაღაცა ეჭხუბება კოსტას რომელიც აი კოსტა ძლიერად ერთს დაარტყავს და იქ ჩამოშალა კი არა ფიზიკურად ძალაში ანუ კოსტას დარტყმებს ქონდა განზრახვა და კოსტას დარტყმებს ქონდა ზიანი და კოპილოვის თითქოს ყველაფერს კარგად აკეთებდა მაგრამ არ იმჩნევდა არაფერი არ გამოსდიოდა და თან კოსტა ძალიან სახიფათოდ ჭუბობდა კოპილოვს უფრო მაღალი ტონაჟი რო ქონოდა კოპილოვმა სერიოზული დარტყმები გაუტარა კოსტას მაგრამ არ ხო რა ვიცი ნუ არა ვიღაცას ის მომენტიც იყო რომ ხდება უკვე რომ ვერ აყენებს ზიანს და რა აქნას ახლა თავსხა იქ მეტის გარესკვა ნიშნავდა უფრო მეტი ზიანის ჩამოწეული ჭუბობდა ბიჭო კოსტას სად შეუძლია ხელებს ჩამოწე მაგას უნდა კონდეს აი აფარებული სახეზე რა იცის ეს ხელები ვითომ აი როი ჯონსივით აი ყველაფერი თავში მოხდა გაუსია თავი მაგრამ რომერო ფეხი გაარტყა არა რომეროს გაარტყა ეგრა იყო სული რო დაცულა რო დატოვა რომერო და მე ისე კალპის და სახის კანი რო განცალკევდა და რომერო სადავე მართა იცი აბა მანქანით ეჯახებოდა ბერნაკელის ტიპი მანქანით ეჯახებოდა ჯერ გადარჩა გადმოხდა ეს ბერნაკელის ტიპი როსა თუ რაღაცა ქვია ხმალი ამოიღო და კლავდა და საავადმყოფოში წევს რას ამბობ ხელი აქვს დასერილი ნუ გადარჩა რომეროს ამოკლავს ეგეც მაგარია მაგრამ აი ნამდვილად რაღაცა ხმალი მოუქნია და რამე პროექტი არის საბჭოთა ხალხი რო იქ რაღაც ატომურ სარაკეტო იარიშებს ამზადებდნენ იქ რაღაც რომეროს პროექტის გააკეთეს აუცილებლად